კრივიშვილის მტკიცებით ანაკლი სპორტს სახელმწიფო ააშენებს, მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა. პროექტს ჩინური კორპორაცია აღარ განახორციელებს. კრივიშვილის განცხადებით, მშენებლობას ბიუჯეტიდან დამატებით 200 მილიონი დოლარი დასჭირდება. სახელმწიფო პორტის 100%-იანი მფლობელი იქნება და თავად შექმნის ძირითად საპორტო ინფრასტრუქტურას. კერძო საერთაშორისო ოპერატორები კი ტერმინალების განვითარებასა და მართვას გრძელვადიანი იჯარის საფუძველზე უზრუნველყოფენ. ხელოვნური ინტელექტი უნდა იყოს ადამიანის პარტნიორის სამყაროს საიდუმლოებების შეცნობაში, თქვა ყაველაშვილმა ჟენევაში სიტყვით გამოსვლისას. ის ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგს ესწრება. ყაველაშვილის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უნდა იქცეს ინსტრუმენტად, რომელსაც შეუძლია გარდატეხა მოახდინოს მედიცინაში, ბიოლოგიასა და კვანტურ ფიზიკაში. ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები გარკვეულ საგნებს ახალი საათობრივი ბადით ისწავლიან. მერვე კლასის ნაცვლად მეშვიდე კლასიდან დაიწყება ქიმიის სწავლება. ამავე კლასში დაგეგმილია ქართული ენისა და ლიტერატურის გაყოფა. მეშვიდე კლასიდანვე ცალკე საგნად შეისწავლება საქართველოსა და მსოფლიოს ისტორია. მეათე კლასის პროგრამაში კი მსოფლიოს ისტორია აღარ იქნება. საფრანგეთში, საბერძნეთში, პორტუგალიასა და ესპანეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან. ამ დროისთვის უკვე განადგურებულია ათასობით ჰექტარი მცენარეული საფარი. სალიკვიდაციო სამუშაოებში ყველა ქვეყანაში ათასობით მეხანძრე, მაშველი და შესაბამისი ტექნიკაა ჩართული.